გაცნობებთ, რომ დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს განცხადებების მიღებას 365 მარწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე. მარწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი წინაპირობაა უმაღლესი განათლება. ასევე დღეიდან ფუნქციონირებას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი Officer G, რომელიც სპეციალურად მარწესრიგის ოფიცრისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია. მისი მეშვეობით მოხდება მარწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განცხადებების მიღება. ამასთანავე, ხსენებული ვებგვერდის გამოყენებით მოქალაქეებს შეეძლებათ მარწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება და მათ ტერიტორიას მიკუთვნებულ მარწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია. გარდა ამისა, ვიწყებთ მარწესრიგის ოფიცრის საინფორმაციო კამპანიას. კერძოდ, მედიაში განთავსდება სარეკლამო ვიდეორგოლი, ხოლო უახლოეს კვირებში შინაგან საქმეთა სამინისტრო საინფორმაციო ხასიათის ღია კარის დღეს ჩაატარებს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეიძლება მიიღოს ინფორმაცია მარწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ, მის უფლება-მოვალეობების შესახებ, სამუშაო პირობების და სხვა საკითხების შესახებ. აქვე გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ მარწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის მნიშვნელობა. როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმირების პროცესი. ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია კრიმინალური პოლიციის რეფორმა. სწორედ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც ნაცვლად უკვე არსებული ნაკლებ ეფექტური უბნის ინსპექტორის ინსტიტუტისა ინერგება თანამედროვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მოდელი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი არის მარწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მიზანია ტრადიციული საპოლიციო საქმიანობიდან საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობაზე გადასვლა და არსებული რეაქტიული მიდგომების ეტაპობრივი ჩანაცვლება უფრო პროაქტიული, პრევენციული მიდგომებით. ასევე პოლიციასთან ერთად საზოგადოების ორიენტირება უსაფრთხოებასა და მარწესრიგის დაცვაზე. მარწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე, დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით. მარწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. ასევე მარწესრიგის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობაში შედის დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება, წასწრებულ დანაშაულზე რეაგირება. მარწესრიგის ოფიცერი არის პოლიციელი, რომელიც ორიენტირებულია სხვა საპოლიციო დანაყოფებთან ერთად კოორდინირებული მუშაობით იზრუნოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და უზრუნველყოს მარწესრიგი. ეს ინსტიტუტი პირველ ეტაპზე დაინერგება თბილისში, საპილოტე რეჟიმში, სადაც ჯამში 365 მარწესრიგის ოფიცერი ეტაპობრივად დაიწყებს მუშაობას. შერჩეული კანდიდატები საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაივლიან შესაბამის მომზადების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რის შემდეგაც ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება სამოქმედო ტერიტორიებზე, ანუ უბნებში, მთელი თბილისის მასშტაბით. შემდეგ უკვე პროგრამის შეფასების შედეგად მოხდება მისი გაფართოება მთელი საქართველოს მასშტაბით. მარწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რომელშიც არსებითია საზოგადოების ჩართულობა. სწორედ მარწესრიგის ოფიცერი იქნება ის დამაკავშირებელი არხი, ხიდი პოლიციასა და საზოგადოებას შორის, იმისათვის, რომ შედგეს ეფექტიანი, ინტენსიური კომუნიკაცია და ჩამოყალიბდეს მეტი ნდობა პოლიციასა და საზოგადოებას შორის. ღია ვაკანსიის გამოცხადებით ჩვენი მიზანია ამ პოზიციაზე მოვიზიდოთ ახალი კადრები, მოტივირებული კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ ემსახურონ ქვეყანას და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში უსაფრთხოების დამყარებასა და მარწესრიგის დაცვაში.